შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტას უკრაინელები სიფრთხილით შეხვდნენ. სკეპტიციზმი არ დაუმალავთ. მიზეზი ისტორიული წარსულია, რომელიც მოსკოვის დაპირებებს მათ თვალში არასანდოდ წარმოაჩენს. გონი დროს უკარგავს, ვფიქრობ, დროის მოგებას ცდილობენ. თავს ისე აჩვენებენ, თითქოს მშვიდობით არიან დაინტერესებული. რადგან კუთხეში არიან მიმწყდეული. რეალურად კი გადაჯგუფებისთვის დრო სჭირდებათ. მე ვფიქრობ, რომ პუტინი მსოფლიოში ყველაზე დიდი მატყუარაა. შვიდობა ყველას გსურს, თუმცა რუსების ნდობა არ შეიძლება. ვფიქრობ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და არაფერს კარგს ის არ მოიტანს. მიუხედავად განწყობებისა, ფაქტია, რომ უკრაინამ და რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო მოქმედებების შეჩერების შესახებ განაცხადეს. ამერიკის შუამავლობით მიღწეული გარიგების ზოგადი მიზანი უსაფრთხო ნავიგაცია და კომერციული გემების მშვიდი მიმოსვლაა. უფრო ღრმად კი მოსკოვის თანხმობის მიღმა ფინანსური ინტერესი დგას. აღადგინოს ეგრეთ წოდებული მარცვლეული შეთანხმება და გლობალურ ბაზრებზე წვდომა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის. ამის პირობა ვაშინგტონმა მას უკვე მისცა. კრემლი კმაყოფილია, თუმცა შეთანხმების ძალაში შესვლისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს. Она может быть активирована после выполнения ряда условий. შეთანხმება გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ აქტიურდება. ფაქტობრივად ეს არის იგივე პირობები, რომელსაც შავი ზღვის ინიციატივა და ბატონი გუტიერეშის გარანტიები ითვალისწინებდა. მოგეხსენებათ, მან გარკვეული პერიოდი იმუშავა და ყველა პირობა სრულდებოდა გარდა იმ პირობებისა, რომელიც რუსეთს ეხებოდა. ამჯერად სამართლიანობა უნდა აღდგეს და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამერიკელებთან. კონტაქტები ინტენსიურია. სწორედ მათი დამსახურებით საკმაოდ სწრაფად მოხდა რუსეთისა და უკრაინის ენერგოობიექტების სიის შედგენა, რომელზეც მორატორიუმი გავრცელდება. ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ დიალოგის კონსტრუქციულობით, პრაგმატულობითა და შედეგიანობით. განიხილება, რომ მოსკოვს საბანკო სანქციების მოხსნა სურს, მათ შორის დაინტერესებულია SWIFT-ის საგადასახადო სისტემაზე წვდომითაც. ეს კი კიევისთვის რუსეთის სიცრუის მორიგი დასტურია. კერძოდ 3 წლის განმავლობაში არაერთხელ გამეორებული ნარატივის, რომ სანქციები კრემლისთვის არაფერია. თავად კიევს ვაშინგტონმა პირობა მისცა, რომ პატიმრების გასვლაში სამოქალაქო პირების გათავისუფლებასა და გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში ძალისხმევას არ დაიშურებს. გვაქვს დიდი პროგრესი, გვაქვს ღრმა დისკუსია რუსეთთან და უკრაინასთან, რომელიც კარგად მიდის. ამასთან არსებობს დიდი მტრობა, მედიაციის პროცესში ვაკვირდებით იმას, შეგვიძლია თუ არა ამის შეჩერება. ვფიქრობ, ეს დამთავრდება. დონალდ ტრამპმა დღეს არ გამორიცხა, რომ შესაძლოა რუსეთი მართლაც აჭიანურებდეს დროს, თუმცა ღრმადაა დარწმუნებული, რომ ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი მაინც მშვიდობაა. ამგვარ ოპტიმიზმში მას არ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტი. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის ინიცირებულ პროცესს ბოლომდე მიყვება და აღნიშნავს, რომ იგი სწორი მიმართულებით ვითარდება. სწორედ ამ პროცესების პარგლებში დაწესდა მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე. შავი ზღვის ნაწილში კი კიევი ელის, რომ მოსკოვის შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს არ გასცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმებას დაარღვევს და პასუხსაც მიიღებს. ამ ყველაფერზე პრეზიდენტი ზელენსკი მალე ევროპელ მოკავშირეებსაც დაელაპარაკება. რამდენიმე საათში მის სამასპინძლოდ ემანუელ მაკრონი ემზადება. შეხვედრას მსურველთა კოალიციის სამიტი მოხვდება პარიზში. ჩვენ უკრაინაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა შეთანხმება მიმუშაოს და თავდასხმები არ იყოს, მაგრამ რუსებმა უნდა იცოდნენ და გააცნობიერონ, რომ თუ დაგვარტყამენ, ძლიერ პასუხს მიიღებენ. ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. თუ რუსები არ შეასრულებენ დღევანდელი შეთანხმების პირობებს და შეეცდებიან ზეწოლას ამერიკაზე, ევროპასა და უკრაინაზე, ფიქრობ, პასუხი უნდა იყოს აუცილებლად ახალი სანქციები და მეტი ზეწოლა მოსკოვზე. ხანგრძლივ მოლაპარაკებებს მცირე შედეგი უკვე აქვს. თუმცა მთავარი საკითხი ჯერ ისევ განსახილველია. თუ ომი სრულდება, როგორი ტერიტორიული კონფიგურაციით და თუ ის გრძელდება, როდემდე და ვისი დახმარებით. ვაშინგტონი ამჟამად მიღწეულზე ორიენტირებას ამჯობინებს.